ჩინეთის საუკუნის საფრთხეა. ჩინეთის კრიტიკით გამორჩეულმა ფლორიდის რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ რამდენიმე წლის წინ კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც ამერიკული წარმოების გადახალისებასა და ჩინურ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს. რუბიომ ჩინეთისთვის სავაჭრო პრივილეგიების ჩამორთმევაც არაერთხელ მოითხოვა. არაფერი ვიღონეთ, როცა ჩინეთი 20 წელზე მეტხანს ჩვენს ეკონომიკურ ძლიერებას მეთოდურად ძირს უთხრიდა. იპარავდა რა ჩვენს კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს, წარმოების შესაძლებლობებს, სამუშაო ადგილებს. არაფერი ვიღონეთ, ვიდრე მათ ამ სამუშაო ადგილების მითვისებით ჩვენი სოციალური ქსოვილი არ გაანადგურეს. რუბიო, ამერიკის სავარაუდო მომავალი სახელმწიფო მდივანი, ასევე საუბრობდა გლობალური პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაზე ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და სამხედრო აგრესიის პირისპირ. ჩინეთი ეკონომიკური იმპერიალიზმის პოლიტიკას მისდევს. სარტყლისა და გზის ინიციატივის კაბალდური და ექსპლუატაციური კრედიტებით ის მახეში აბამს განვითარებად სამყაროს. ჩვენს პარტნიორებს ის გარდაუვალი აგრესიის წინაშე ამყოფებს ტაივანში, იაპონიაში, ინდოეთში და სხვაგან. ჩინეთის შესახებ ორპარტიული აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარის როლში რუბიო ჰონკონგში მხარს პროდემოკრატიულ მოძრაობას უჭერდა, რის გამოც ჩინეთის მთავრობამ მას სანქციები დაუწესა. სინძინიანში იძულებითი შრომის პრაქტიკის გამო რუბიო იმპორტის აკრძალვასაც ემხრობოდა და სანქციების დაწესებას ითხოვდა მათთვის, ვინც უიღური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევაზე იყო პასუხისმგებელი. თუმცა ამერიკის უმაღლესი დიპლომატის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში რუბიო ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით გზების გამონახვას მაინც შეეცდება.